შევეცდები უპასუხო რამდენიმე შეკითხვას. არის თუ არა შესაძლებელი საქართველო გახდეს ძლიერი სახელმწიფო? თეორიულად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. გარე პირობები ჩვენ ამის შესაძლებლობას გვაძლევს, მაგრამ შიგნით თვითონ ქართული საზოგადოების აზროვნება, ანუ სახელმწიფოებრივი აზროვნება იმდენად დაბალია და დაცემულია, რომ ჩვენ პრაქტიკულად არათუ ძლიერი სახელმწიფო გავხდებით, არამედ თანათან ვხრებით რუკიდან. გადაშენების პირას მივდივართ. ასე რომ ძლიერი სახელმწიფოს გახდომა მისთვის აუცილებელია სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი. შესაძლებელია თუ არა საქართველო გაქრეს პოლიტიკური რუკიდან. თეორიულად დააკვირდეთ ჩვენს იგვლივ მოვლენებს, საქართველოს გაქრობა გამორიცხულია, თუმცა კიდევ იმეორებ, იქიდან გამომდინარე, რომ ქართველი ხალხის სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი ძალიან დაბალია, ყველაფერი, ანუ გამორიცხული არაფერი არ არის, მათ შორის საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გაქრობა. გაახდება თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი. სურვილი იმისა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ან ნატოს წევრი, ეს არის კულტივირებული დასავლეთის მიერ, დაფინანსებულია ეს სურვილი, წლების განმავლობაში აფინანსებდა NGO-ებს, პარტიებს, ტელევიზიებს, პროპაგანდისტულ საშუალებებს, რათა ქართულ ხალხში გაჩენილიყო სურვილი, რომ თითქოს ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშირისა და სხვადასხვა დასავლური სტრუქტურის წევრები. რა სჭირდებოდა ეს? ეს სჭირდებოდა იმისთვის, რომ რუსეთი, რომელიც იყო მზარდი სახელმწიფო და დღესაც მზარდი მდგომარეობაშია, რუსეთის ირგვლივ არსებული ქვეყნები და ერები ყოფილიყვნენ მაქსიმალურად დაპირისპირებული რუსეთთან. რისთვის? იმისთვის, რომ დასავლეთის უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული. რაც უფრო მეტი პრობლემები ექნებოდა რუსეთს თავის მეზობლებთან, მისი გაძლიერდება შეფერხდებოდა და დასავლეთი იცხოვრებდა მშვიდად. ამიტომ აფინანსებდა აქ სურვილს, ისევე როგორც უკრაინაში, აფინანსებდა სურვილს, რომ ჩვენ ქართველები უნდა გავხდეთ დასავლური ეგრეთ წოდებული ორგანიზაციის წევრები. გახდება თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი? ამ კითხვაზე სურვილია, სურვილად დარჩება, არანაირი წევრი არ გახდება. ხოლო ოცნებას ხო უნდა შესვლა, მაგალითად 1 წლის წინ ღირსებით შედიოდა ევროპაში. კი ბატონო, ამ კითხვაზე მინდა ცოტა ირონიით უპასუხო, რომ კი შედიოდა ოცნება ღირსებით ევროპაში, მაგრამ საზღვარზე ღირსება აღარ განაბაჟებინეს და ღირსების გარეშე აღარ შევიდა. და უკან გამობრუნდით, მე ქართველები გამობრუნდით უკან საზღვარზე. ასე რომ გამორიცხულია ჩვენ სადღაც წევრები გავხდეთ. გახდება თუ არა საქართველო ნატოს წევრი? ესეც რა თქმა უნდა, აქაც ირონიით გიპასუხებთ. ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი, ახლად რა მეორე წელიწადი წავიდა უკვე, ტრამპი პრეტენზიას აცხადებს გრენლანდიას. გრენლანდია კი ეკუთვნის დანიას, რომელიც არის ნატოს წევრი თავის მხრივ. და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საფრანგეთმა და არა მარტო საფრანგეთმა განცხადება გააკეთა, რომ თუ კი ამერიკა თავს დაესხმებოდა გრენლანდიას, ანუ ნატოს წევრ ქვეყანას, ის გავიდოდა ნატოდან. ანუ საფრანგეთი და კიდე სხვა ქვეყნები გავლენ ნატოდან. ხო და აი ამ დროს გვაქვს ქართველებს საქართველოს შანსი ნატოში შევიდეთ, იმიტომ რომ საფრანგეთი რო გავა, ადგილი გათავისუფლდება. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ნატო ელასტიური გაერთიანება სწრაფად უნდა შევარდეთ საფრანგეთის გამოსვლის დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში აი შეიკუმშება ნატო. მართალია ასე სწრაფად შევარდის დროს ქუდი და ფეხსაცმელები გარეთ დაგვრჩება, მაგრამ ეგ არ არის საშიში. აქ ოცნების მეტ ჩამოსახლებული სხვადასხვა ტომელები, არაბები, პაკისტანელები, ინდოელები და სხვები ერთ-ორ წელიწადში ქუდსა და ფეხსაცმელებს შემოგვიყრიან. საქართველოში ჩვენი ქუდი და ჩვენი ფეხსაცმელი აღარ არის დაჭირდება. ასე რომ ეს არის ჩვენი პერსპექტივა. რა თქმა უნდა, ეს ცოტა ირონიით, მწარე ირონიით ნათქვა. უნდა ვიბრძოლოთ თუ არა ქართველები რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ არ უნდა ვიბრძოლოთ არც ერთი დიდი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და საქართველოს ძლიერისთვის. ჩვენი ამოსავალი, მოქმედების ამოსავალი წერტილი უნდა იყოს საქართველოს ინტერესები
და რა განსხვავება მათ შორის, რაც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლასა და საქართველოს ინტერესების ბრძოლას შორის. განსხვავება ისაა, რომ პერიოდულად საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს სიძლიერისთვის ბრძოლა ზოგჯერ არ ემთხვევა რომელიმე დიდი სახელმწიფო წინააღმდეგ ბრძოლას. ამიტომ თუ კი ჩვენი ამოსავალი წერტილი იქნება თავარი ამოსავალი წერტილი საქართველოს ბრძოლა, მაშინ დავინახავთ, რომ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მდგომარეობაში სხვადასხვა ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს პოზიცია უშლის ხელს საქართველოს სიძლიერეს. და ზოგჯერ არის ხოლმე, რომ რუსეთის სიძლიერე საქართველოს სიძლიერეს ემთხვევა. არის ხოლმე ჩვენს ისტორიაში. შეძლებს თუ არა საქართველო გაძლიერებას კიდევ ერთი ამ შეკითხვას უპასუხებ. რა თქმა უნდა, თეორიულად შეიძლება თუ კი ჩვენ დავიწყებთ სახელმწიფოებრივ აზროვნებას და სახელმწიფოებრივი აზროვნების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ჩვენ უნდა ვიცოდეთ საქართველოს ისტორია და ქართველი ერის ისტორია. თუნდაც ბოლო 200 წლის, 300 წლის პერიოდი განსაკუთრებულად. რატომ? იმიტომ რომ ქართველთა დიდ უმრავლესობას, მცირე ნაწილს არა, დიდ უმრავლესობას გონია, რომ ბოლო 200 წელი ქართველები ვებრძოდით მხოლოდ რუსებს. თუ ჩვენ საქართველოს ისტორიას ვისწავლით, აღმოვაჩენთ, რომ 10,000-ობით ქართველი დაიღუპა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში და დაბრუნებული იქნა ქართული მიწები. შემდგომ, როდესაც მეფეს რუსეთი დაიშალა, ეს მიწები დაგვრჩა საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში. მართალია, ბევრი მათგანი ჯორდანიის მმართველობის დროს დაიკარგა, ტაო-კლარჯეთი მაგალითად, და იკარგებოდა აჭარაც. მაგრამ 21 წლის მარტის თვეში, ანუ წითელი ოკუპაციიდან 3 კვირის გასვლის შემდგომ, აჭარა ბრძოლებით იქნა დაბრუნებული და შემოერთებული საბჭოთა საქართველოს. ჯერ მაშინ საბჭოთა საქართველოს და ახლა უკვე საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის იურიდიულად. ჩვენ უნდა ვიცოდეთ საქართველოს ისტორია, ისეთი როგორც ის არის სინამდვილეში, და არა ისეთი, როგორც ამას გვავალდებულებს პროდასავლური პოლიტიკური ძალები. უნდა მოკვდეს თუ არა ქართველი ნატოში ან ევროკავშირში შესვლის გამო. პირველი ქართველი არ უნდა მოკვდეს არც ერთ შემთხვევაში. ქართველის მიზანი უნდა იყოს არა სიკვდილი, არამედ გამრავლება. მაგრამ თუ სიკვდილი გარდაუვალია, ჩვენ უნდა მოკვდეთ ქრისტესთვის და საქართველოს სიძლიერისთვის. ერთმა დალოცველი გამყოფოთ, გაგახაროთ და გაგაზიაროთ უფალო.